კოტე-ყუბანეიშვილი, აურეა პეტრონილა. აურეა ქალიშვილი ოქროს თმიანი, რომ ანათებდა არემარეს ციდან ვითამზე. იყო ყველაზე უტკბილესი ადამიანი პეტრეს ასულად მოვლენილი დედამიწაზე. თუმცა ამისი დაჯერება ახლა ძნელია. გამორჩეული პირისახის მშვენიერებით სხეულის გარდა სულის ჰქონდა მას ძლიერება, ქებული გახდათ პეტრონილა სულიერებით. იმ დროში რომ განაგებდა ვინმე ფლაკუსი, ვინც ღვთაებრივ ისტორიის ანტიგმირია, რადგან პრეფექტის მას ქალაქის ჰქონდა სტატუსი და აურეას დანახვაზე გადაირია. გადაწყვიტა რა ქალი ცოლად რომ მოეყვანა, ვნებამ, რადგანაც ამ საცოდავს ჭკუა წაართვა, ბრძანა ქალწულის სასახლის წინ ჯარის შეყვანა და მის წინაშე მან აღლუმი დიდი გამართა. აურეამ კი უპასუხა, ღირდა ეს განა და თუ დაფიქრდა ამ საქციელს რა მოყვებოდა, რომ ამას ჯობდა მატრონები გამოეგზავნა. ამგვარ ტყუილით ის წვენისგან არ დაიცალა. არა. და თუ დაფიქრდა ამ საქციელს რა მოყვებოდა, რომ ამას ჯობდა მატრონები გამოეგზავნა და მაშინ ცოლა თავისნებით გამოყვებოდა. ამგვარ ტყუილით ის წვენისგან არ დაიცალა, თუმცა არ იყო ეს იმ დროში საქმე ადვილი, ბოლო 3 დღე იმარხულა, გარდაიცვალა და დაიმკვიდრა პეტრეს გვერდით საში ადგილი. ფლაკუსი გაწყრა, შეურაცხყვეს მისი კაცობა. თუმცა აურეას ვერ გატეხვა, გული დასწყვიტა. შეურაცხყოფამ გაამხეცა და გააცოფა, შურისძიებო პეტრეს რჯულზე მან გადაწყვიტა. თავიც ვერ მიხვდა სულთად როგორ გამოეყვანა და თანაც ყურში ბოროტიხვა როცა ჩაესმა, პეტრეს ნათლულის გადაწყვიტა ცოლად მოყვანა. ფელიკულა რომ ხელად თავის სახლში დაესვა. მაგრამ ვერაფრით დაიოკა წყეული ვნება. ეს ბოროტება არ დაუშვა, რადგანაც ღმერთმა ვერ აღასრულა ფლაკუსმა ხომ ბოროტი ნება ორი ქალისგან ცოლობაზე უარი ეთქვა. ამან კი სულით იმ ხელაზე ის გაამწარა. მოკლა ქალწული და მოკლისი კიდეც აწამა. პეტრეც უცქერდა და ხედავდა, რადგან ციდან მათ ორი ქალწული შეირაცხა იმ დღეს წმინდანად.